სამართლებრივ ნორმაზე, რომელმაც კონსტიტუციური წესრიგის დაცვა უნდა უზრუნველყოს, მეორე დღეა შეფასებები არ წყდება პოლიტიკოსების მხრიდან. ქართული ოცნება კონსტიტუციური ორგანოების არცნობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რადგან მათი თქმით, კონკრეტული ძალები მიზანმიმართულად საუბრობენ სახელმწიფო ორგანოების არალეგიტიმურობაზე. გამოხატვის თავისუფლებასა და კონსტიტუციურ წესრიგს შორის კი ზღვარი სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ახალი ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. მმართველი გუნდის განმარტებით, უარგუმენტოდ და ფაქტების გარეშე კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება პოლარიზაციის და საზოგადოებრივი დაპირისპირების რისკებს ზრდის. ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციური გადატრიალება მოგვიწყო 78 მუხლით თავზე დაგვამხო და ახლა გვეუბნება, რომ ვინც არ აღიარებს ჩვენს ლეგიტიმაციას, დაისჯება ციხით. ეს არ არის ნორმალური ქცევა, ეს არის სისუსტის ნიშანი, რომელსაც ავლენს ქართული ოცნება, ვინაიდან არის საერთაშორისო იზოლაციაში. მას ქართველი ხალხი არ ცნობს ქვეყნის შიგნით და არავინ არ ცნობს მათ ლეგიტიმაციას ქვეყნის გარეთ. ცდილობს, რომ რეპრესია, ტერორი დააკანონოს და ამით როგორმე ძალადობით, რეპრესიით, როგორმე ვინმე ცნოს მათი ლეგიტიმაცია. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნაკლები პრობლემები შეექმნათ მათ რეჟიმს, მათ ძალაუფლებას და გახანგრძლივდეს ეს ძალაუფლება და ახლა უკვე ელემენტარულ დისკომფორტებსაც ცდილობენ, რომ აღმოფხრან საზოგადოებაში. ამითი კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ მათი მიზანი არის განსხვავებული აზრის გაქრობა ჩვენს ქვეყანაში. პროცესები და მიმდინარეობები, რომლებიც არ აღიარებენ სახელმწიფოს, არ აღიარებენ კანონს, კონსტიტუციურ ორგანოებს, აბებენ, რომ პრაქტიკულად დემოკრატია არ არსებობს. რა თქმა უნდა, მათ უნდა სათანადო პასუხი გაეცეთ. ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე, მის კონსტიტუციაზე, უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე დგას დემოკრატია და როდესაც დემოკრატიას ახდენ დემოკრატიის ნიველირებას და რაღაცა აბსურდული თითიდან გამოწვეული მიზეზებით ცდილობ პრაქტიკულად სახელმწიფოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო, ბუნებრივია, რომ სახელმწიფომ უნდა ადეკვატური პასუხი გაცეს. ეს არ არის ჩვენს მიერ მოფიქრებული და მოგონილი რაღაც ახალი ველოსიპედი არის აგერ დემოკრატიულ სამყაროში. შესაბამისი მაგალითები, იგივე გერმანიის მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ. კონსტიტუცია არის არა მხოლოდ სახელმწიფოს სუვერენიტეტის გარანტია, არამედ ის ეროვნული დემოკრატიების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცველია, რომელსაც ასევე ჭირდება დაცვა სახელმწიფოს მხრიდან. როდესაც სარგეული პირები, ორგანიზაციები უხეშად აყენებენ შეურაცხყოფას კონსტიტუციას და ამას ხანგრძლივი და კამპანიური ხასიათი აქვს, ფიქრობ, რომ მიზანშეწონილი არის გარკვეული ვალდებულებების გასჭრას ამასთან დაკავშირებით. ვინაიდან ის, ვინც ლახავს კონსტიტუციას შეგნებულად, მიზანმიმართულად და კამპანიური ხასიათით, ის პირველ რიგში ცდილობს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიულ პრინციპებს გამოუთხაროს ძირი.